ეხლა ამ წუთში უკვე ვიმყოფებით ბაღდათის რაიონში, სოფელ ობჩის და სვირის საზღვარზე. ამოსული ვართ ერთ-ერთ მოსახლესთან, ქალბატონ ირინე კოხრეიძესთან, რომელსაც ამოუტანეთ პრეპარატები და პროდუქტები, საკვები პროდუქტები, რაც რავი, დაახლოებით 2-3 დღე იყოფა და 3 დღის მერე ან ჩვენ ამოვალთ ისევ, ან ვიღაც სხვა ამოვარ, თუ კი გზები გაიწმინდება. გზების გაწმენდას ვერ ვახერხებთ, ტექნიკა არ აქვს. აი ეგრე ვეხმარებით, ამ წუთში აგერ დათო არის ჩვენი მეგობარი, განვართ მოხალისეები ქუთაისიდან, ვეხმარებით რომ გზა გაუწმინდოთ და აი ნათლად ჩანს რომ უშუალოდ შემოსასვლელიც ანუ გაუკვალავ ესე ჩვენი გაყვალული აგერ ბახილებით გავყვალეთ. დავდივართ გაუკვალავ თოლში. აგერ გივიც არის, რომელიც წეგან გვერდით ეზოდან ჩამოსასვლელი გაუკვალა და აგერ სახლი ქალბატონი ირინესი. ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ მე-13 დღეა უკვე ჩვენ დავდივართ ჩვენი ჯგუფი დადის ბაღდათის რაიონში, მოვიარეთ ძალიან ბევრი სოფელი, როხი, უშუალოდ ბაღდათში ვიყავით, ფერსაში ვიყავით, პირველი ობჩა, მეორე ობჩა, ეხლა ვართ ობჩაში, ბოლო ანუ სვირის საზღვარზე ვართ, ისა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, აღარ აი უკაცრავად თოლს ჩავარდი, ანუ აქ გაუყალავია. და ყველაზე კარგი რაც არის და რაც დავინახეთ, რომ დღითი დღე იმატებს მოხალისეების რაოდენობა. წერენ, რომ გვერდით გვიგანან, რავი, რა რესურსიც აქვს, ზოგი თანხით, ზოგი ავტომობილით, ზოგი რაღაც საკვები და ეს ნაცვლად მიუთითებს იმას, რომ სამოქალაქო კულტურა გვაქვს ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმა აი ეს სამოქალაქო კულტურა უნდა დაუპირისპიროთ ყველაფერ ცუდს და ბოროტებას, რაც ჩვენ გვებრძვის ქართველ ხალხს. მე-13 დღეა დავდივარ და კიდე გაუწმენდავია გზები ახლა ხო ანუ ტექნიკა მოხალისეები შეგხვდნენ ზალიკო არავინ არ შეგხვედრიათ მაგალითად ეგრეთ წოდებული ხელისუფლებიდან ან ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვინც ცდილობს მაინც რომ რაღაც ადგილამდე მაინც მივიდეს დიახ სად არიან რამდენადაც უყურებთ ხოლმე კადრებს როგორც წესი ადგილობრივი ხელისუფლება მობილიზებული არის ხოლმე ცენტრში რეგიონის ცენტრში ზუსტად აი მაგის ქვას ვაპირებდი ახლა მობილიზებულები არიან ცენტრში რაღაც ტექნიკა დგას ოღონდ ერთი ტრაქტორი და ნუ ერთი ტრაქტორი დადის და წინანიჩაბი აწეული ქონდა ამის არაერთი მაგალითად თვითონ მოსახლეობა დაამტკიცებს და ისა იტყვის ამას რომ აწეული ნიჩაბი დადიოდა ერთი ტრაქტორი გზას არ წმინავდა და ყველაზე ცუდი რაც იყო რომ ერთ-ერთ მოსახლე აი ზუსტად ახლა ის კადრი გადის პირველ მოსახლესთან ავედით დიახ ბაღდათში უშუალოდ სადაც 2 მეტრამდე თოვლი იყო გაუკვალავი და მაშინ პირველი დღე იყო ცოტა ისე წამოვედით სწრაფად მოუმზადებლები, იმიტომ რომ არ გქონდა არაფერი აღჭურვილობა, ხო? არც ბახილები, არც ჯოხი, ხელჯოხები, თოვლი ასე რომ არაფერი და როდესაც ავედით ერთ-ერთ მოსახლესთან, ჩვენ ვალდებულად ვხვიდით თავს, რომ სხვა ადამიანებისთვის Facebook ჯგუფი გვაქვს ჩვენ ისა იმერეთის დასახმარებლად და იქ ინფორმაციებს ვდებთ, რომ მოსახლეობამ სწორი ინფორმაცია მიიღოს. ის კი არა რომ იძახიან რომ გზები გაწმენდილია და არავის არაფერი არ უჭირს. არაფერი არ უჭირს კი არა, აი ჩვენი ვიდეოები ნახონ და მიხვდებიან ვის რა უჭირს. და შემდეგ როდესაც მოქალაქესთან ავედით, ვიღაც გამგეობის თანამშრომელმა დაურეკა, იქ ვიყავით, იქ უშუალოდ ჩვენს მოსახლესთან და უთხრა რომ გავიგეთო Facebook-იდან რომ ვიღაცასო საჭმელი და პრეპარატები ამოუტანიაო თქვენთანო და თუ კი გაქვთ საჭმელიო, მაშინო ჩვენ აღარ ამოვალო, ჩვენ ბიჭებს აღარ დავხოცავთო. ანუ ეს ერთ-ერთი მიუთითებს იმას რომ ინტერნეტი მაგრად მუშაობს იმაში გამგეობაში და Facebook-ი კარგად იციან. ანუ ვიყურებენ თქვენ სადადი ხართ, ხო? და კი არა ეს კიდე ნორმალური შინაარსის ზარი იყო თუ შეიძლება რომ ამას ასე უწოდოთ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ხო როგორ შეასიეს მერე ტროლბოტობა იმ ადამიანებს ვინც დახმარება ითხოვა და მათთან შემდეგ მოხალისეები მივიდნენ და აეხმარნენ და ნახეთ შემდეგ ჩვენ რა შინაარსის ზარები იყო. ესეც კი ვნახეთ, როცა მართლა მარტო დარჩენილ ადამიანებს, აი ამ სტიქიის პირისპირ ეხმარებიან მოქალაქეები, ისევ მართლა სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სხვა მოქალაქეების დახმარებით და ამაზეც კი როგორი რეაქცია არის ხოლმე. ზალიკო, აი კიდევ ბევრი ოჯახია დარჩენილი, ვინც ისევ ასეთ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრს სჭირდება ამ ტიპის დახმარება. აი დღეს შევესწარით ესეთ ფაქტს. ნუ ეს 3 დღეა რაც დავდივართ, რაღაც ანალიზი გავაკეთეთ, რამდენ მოსახლესთან შეიძლება რომ მივიდეთ დღეში და შევჯერდით იმაზე, რომ 12 მოსახლე არის ისეთი, რომ 12 ოჯახთან შეგვიძლია მივიდეთ დღეში. მე წამოვიღეთ 12 ოჯახზე გასვლილი პარკებში, ჩალაგებული სათითაოდ საკვები და როგორც კი ამოვედით ერთ-ერთ ოჯახში, იქ თან ყველგან ვკითხულობ ჩვენ ყველა ქუჩაში, რომ ხო არავის უჭირთ, ხომ არავინ არის რაღაც მარტო ხელა მოხუცი და ასე შემდეგ. ნუ შეიძლება არ იყოს მოწერილი
და არ ვიცოდეთ ეს ჩვენ ბაზარში არ გქონდეს, მაგრამ არსებობდეს, ხო? და ამიტომ ყველგან ვკითხულობთ, რომ თუ ვინმე მიცის, გითხარით. ერთ მოსახლეს რომ ვკითხეთ, ქალბატონს ხომ არ იცნობთ ვინმესო, 3 მის ირგვლივ დაგვისახელა, ყველა მარტოხელა იყო. ყველა მარტოხელა, რომელიც ჩვენ არც ვიცოდით ეგრეთ თუ იყო. და შემდეგ სოფელში რომ გადავედით, მეორე ოფჩაში რომ გადავედით, 4 მოსახლე დაგვემატა იქა. ანუ ფაქტიურად რესურსი ამოგვეწურა ძალიან სწრაფად. ხო, დღეს ეხა კიდე უნდა მისულიყავით 2 მოსახლესთან. მაგრამ უკვე რომელი საათი არც ვიცი, ხო, ანუ დაგვაღამდა და ხო, უკვე 9:30-ია, 20 უკლია. აი, ხო, არც ვიცნობთ რეგიონს კარგად. ეხა სიმრელეში უნდა ვიაროთ, აი ესეთ გაუყვალავ თოლში და ამიტომ ვიძახი, რომ ძალიან ბევრი არის, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. არა აქვს საკვები, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს პრეპარატები და ამას ჩვენ გვებულობთ უშუალოდ ადგილზე, როცა ჩავდივართ მაშინ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ისინი თუ უყურებენ გამგეობიდან Facebook-ზე რომ სადმე დავდივარ, ის მაინც მოგწერონ ვის უჭირს და ჩვენ მივალთ. ეხა ვერ გავიგე. ეგ ინფორმაცია მაინც მოგვაწოდონ, ანუ არაფერს რო არ აკეთებენ გავიგე და. ხო, ნუ როგორ არა აკეთებენ, პარალელური პროპაგანდისტული რეალობა აქვს, სადაც თქვენ და ზოგადად საზოგადოება, რომელიც ასეთი ერთიანია ხოლმე ასეთ დროს, საერთოდ არ არსებობთ იქ სხვა პროპაგანდისტული რეალობა, ალბათ ეს საქმე აქვს. კარგით, აი თქვენ რამდენი ხანი რჩებით მან, თქვენთან ერთად კიდევ რამდენი მოხალისი არის ახლა, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით იმედს შესეული რომ ხალხს უშველოს. ხო, ანუ ბაღდათის რაიონში უშუალოდ ჩვენ 3 ვართ, მე, დათო და გივი და გიორგი არის ჩვენ მეგობარი ქვევით, რომელიც ავტომობილით ძალიან გვეხმარება, მივყავართ ისეთ ადგილებამდე, სადაც შეძლებს მისვლას და შემდეგ უკვე ფეხით ავდივართ მოქალაქეებთან და 4 ვართ ამ რეგიონში. თეთრნულდის გუნდი, მთასვლთა გუნდი, ძალიან მაგარი ბიჭები, ქუთაისელი ბიჭები, ისინი დღეს ხარაგაულში იყვნენ, გუშინ ვანში იყვნენ, ყუმურში ყველაზე შორი ლოკაცია რაც ჰქონდა, იქ იყვნენ ასულები და ხვალაც მე მგონი დუცხუნში აპირებენ წასვლას, იქაც პრობლემა არის. ანუ ეგრე ორი ჯგუფი ვართ ჯერჯერობით, რომელიც გაყოფილები ვართ სხვადასხვა რეგიონებში. კი ბატონო, და ბოლოს ზალიკო, თქვენ თქვით რომ რამდენიმე ოჯახი აი გაუთვალისწინებელი ოჯახები აღმოჩნდნენ ისეთ ვისთვისაც დაგჭირდათ დღეს დახმარების გადაცემა, უკვე დანარჩენი ოჯახები როდის მიიღებენ იმ დახმარებას, რაც დღეს ჰქონდათ დაგეგმილი და ბოლოს რომ გითხრათ, აი რა უნდა გააკეთოს, რა არის მოკლედ საჭირო, ყველა კითხულობს ამას, რომ აი თუ მიდიან მოხალისეები, მიაქვთ მედიკამენტები, საკვები, პირველადი დახმარების ნივთები, რატომ ვერ მიდიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლები თუ არ მიდიან? დიახ, პირველზე კი პასუხობ, პირველ კითხვაზე, ანუ პროდუქტების გარეშე არავინ არ დაჩენილა, შეუძლია ნებისმიერს გადაამოწმოს, ანუ ჩვენ ქუთაისთან რომ მოგვაქვს პროდუქტები, თუ რაიმე გვაკლდება, დიმის ცენტრში ჩავდივართ, ერთ-ერთი ის არის სოფელი და დიმის ცენტრში მარაგდებით მაღაზიაში. აი შევიდნენ და იკითხონ იმ მაღაზიაში 2 დღეა უკვე ზედიზედ ყიდულობ პროდუქტს რაც გვაკლდება. რაც ქუთაისთან ვერ მოგვაქვს. ეს ერთი რომ არავინ არ ჩვენ სადამდეც მივდივართ, არავის არ ვტოვებთ. ეხლა მეორე რატომ ვერ ხდება? იმიტომ რომ არ იციან პირველ რიგში არ იციან სამოქალაქო კულტურა რა არის, სამოქალაქო პასუხისმგებლობა რა არის, არ იციან ადამიანის სიცოცხლე რამდენად ძვირფასია, არ იციან სახელმწიფოს მართვა რას ნიშნავს, არ იციან სიყვარული საკუთარი ქვეყნის, ქალაქის, რეგიონის და მეზობლის და მოქალაქის. თორე ეგ ყველაფერი რო ქონდეთ მათ, ჩვენ ზიადრე ამოვიდოდნენ აქ და ჩვენ ზიადრე გაწმინდავდნენ. აი ამ გაუყვალავ გზას ჭიჭკეთან და ჩვენ ზიადრე მოუტანდნენ პროდუქტებს. მე ამას იმიტომ კი არ ვიძახი, რომ ჩვენ მათ ზიადრე ამოვედით. ჩვენ იმიტომ ამოვედით, რომ ისინი საერთოდ არ ამოვიდნენ. ამიტომ არ აკეთებენ და ვერ მოდიან. იმიტომ რომ არ იციან. კი ბატონო, ნამდვილად მზალიკო. მავნებლები, ეგ არის მავნებლობა. ანუ ადამიანის სიცოცხლეს ეხება საკითხი. აი, ეხლა ვიტყვი სახელი და გვარის გარეშე ვიტყვი. ისა, აი ბაღდათის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ერთ-ერთმა მოსახლემ პირდაპირ 4 ადამიანმა მოვისმინათ ეგა გითხრა პირდაპირ თოვლი რომ დადნებაო მე ნახონ მაგათმა პრობლემები რა იქნებაო მთავრობაზე საუბრობდა აი გამგეობაზე ეხა არ ჩანს ეხა თოვლი ფარავს ყველაფერს და შეიძლება იქ ადამიანები დახვდნენ ძალიან ცუდ დღეშიო ანუ ამას მე იმიტომ ამბობ სახელი და გვარის გარეშე რომ არ ვიცი რამდენად ზუსტია და მე იმიტომ რომ არ მაქვს ინფორმაცია რაც არ ვიცი ამას უბრალოდ ვიძახი იქაური ადამიანის ნათქვამს და ეს თოვლი რომ დადნება ჯერო დამძიმდება რამდენ სახს ჩამოანგრევს და რო დადნება და წყლად წავა მერე რას იზავენ ანუ მით უმეტეს ბაღდათი მეტრული ზონა არის და რას იზავენ მერე აი ეს ხომ მოხდება 2-3 დღეში და რაც ვიცით რომ მოხდება 3 დღეში მიხედონ დღესვე ან ჩვენ მაინც გითხრან როგორ ნეღას წყალდიდობას როგორ ეგ მებრძოლო და ისა მეწყერს არ ვიცი აი თოვლი გავიგე გავყვალე მაგრამ ეხლა მეწყერს ვერ არ ვიცი ან მითხრან როგორ მებრძოლო მოგწენ ტექნიკა და კი ბატონო ჩვენ მიხედავთ და მაგაზია ზუსტად საუბარი რომ ხალხს მოგწენ მართლობა და
ჩვენ მივხედავთ ხალხი ჩვენ თავს, იმიტომ რომ ფაქტია რომ ხედავთ, ხო? ხო, ნამდვილად გაცილებით უკეთ ვიდრე აკეთებენ ისინი რამეს, ხო? და ასეა რა და ჩამოყალიბდა სახელმწიფო მხოლოდ პრობლემებს ქმნის და არა აგვარებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ხელში პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ საკუთარი ქალაქის და საკუთარი ქვეყნის მმართველობა. ამით დასრულდება ყველაფერი ცუდი რაც ხდება საქართველოში და საქართველო აუცილებლად გაიბრწყინებს.